ბაიქრობა სტალინთან, ნაწილი მეორე. მე მაგონდება რა მდგომარეობა იყო ტექნიკური ინტელიგენციის მხრივ რამდენიმე ათეული წლის წინათ. მაშინ ცოტა იყო ტექნიკური ინტელიგენცია. სამაგიეროდ ბევრი საქმე იყო და თითოეული ინჟინერი, ტექნიკოსი, ინტელიგენტი თავის ცოდნას იყენებდა. ამიტომ ეს იყო ყველაზე ნაკლებ რევოლუციური კლასი. ახლა კი ტექნიკური ინტელიგენცია ჩარბად მოიპოვება და მისი განწყობილება მძაფრად შეიცვალა. კვალიფიციური ინტელიგენტი, რომელიც წინათ არასოდეს ორსაც კი არ ათხოვებდა რევოლუციურ მსჯელობას, ახლა უკვე ამით ძალიან დაინტერესებულია. ამას წინათ მე მიწვეული ვიყავი სამეფო საზოგადოების, ჩვენი უდიდესი ინგლისური სამეცნიერო საზოგადოების სადილზე. თავმჯდომარის სიტყვა იყო სიტყვა სოციალური გეგმიანობისა და მეცნიერული მმართველობის სასარგებლოდ. 30 წლის წინათ იქ არც მოусმენდნენ იმას, რასაც მე ვამბობ. ახლა კი ამ საზოგადოების სათავეში დგას ადამიანი რევოლუციური შეხედულებებით, რომელიც მოითხოვს ადამიანთა საზოგადოების მეცნიერულ რეორგანიზაციას. კლასობრივი ბრძოლის თქვენმა პროპაგანდამ ანგარიში არ გაუწია ამ ფაქტს, განწყობილებანი კი იცვლებიან. დიახ, მე ეს ვიცი. და ეს იმით აიხსნება, რომ კაპიტალისტური საზოგადოება ამჟამად ჩიხშია. კაპიტალისტები ეძებენ და ვერ პოულობენ ისეთ გამოსავალს ამ ჩიხიდან, რომელიც შეიძლება შეთავსებულ იქნას ამ კლასის ღირსებასთან, ამ კლასის ინტერესებთან. მათ შეუძლიათ ნაწილობრივ ბობღვით ამოფოფხდნენ ამ კრიზისიდან, მაგრამ მათ არ შეუძლიათ მონახონ ისეთი გამოსავალი, რომლის საშუალებითაც მათ შეეძლებათ წელგამართული გამოსვლა და რომელიც ძირფესვიანად არ შელახავს კაპიტალიზმის ინტერესებს. ამას რასაკვირველია გრძნობენ ტექნიკური ინტელიგენციის ფართო წრეები. მათი საგრძნობი ნაწილი იწყებს იმ კლასთა ინტერესთა ერთიანობის შეგნებას, რომელსაც შეუძლია ჩიხიდან გამოსავლის ჩვენება. თქვენ, ბატონო სტალინ, უკეთ ვიდრე სხვა ვინმემ, იცით რა არის რევოლუცია და ამასთანავე პრაქტიკით იცით. ყოფილა ოდესმე რომ თვითონ მასები აჯანყებულიყვნენ. განათ თქვენ დადასტურებულ ჭეშმარიტებად ათვლით იმ ფაქტს, რომ ყველა რევოლუციას უმცირესობა ახდენს? რევოლუციისთვის საჭიროა წამყვანი რევოლუციური უმცირესობა, მაგრამ ყველაზე ნიჭიერი ეთქული და ენერგიული უმცირესობა უძლური იქნება, თუ იგი არ დაეყრდნობა ადამიანთა მილიონების თუნდაც პასიურ მხარდაჭერას. თუნდაც პასიურს? შეიძლება ქვეცნობიერს? ნაწილობრივად ნახევრად ინსტინქტურ, ნახევრად შეგნებულ მხარდაჭერასაც, მაგრამ მილიონთა მხარის დაუჭერლად საუკეთესო უმცირესობაც უძლურია. მე თვალხუს ვადევნებ კომუნისტურ პროპაგანდას დასავლეთში და ვფიქრობ, რომ ეს პროპაგანდა თანამედროვე პირობებში მეტად დრომოჭმოლად გამოიყურება. ვინაიდან ის არის ძალდატანებით მოქმედებათა პროპაგანდა. საზოგადოებრივი წყობილების ძალდატანებით დამხობის ეს პროპაგანდა მისაღები იყო მაშინ, როდესაც საქმე ეხებოდა ამა თუ იმ ტირანიის განუყოფელ ბატონობას. მაგრამ თანამედროვე პირობებში, როდესაც გაბატონებული სისტემა სულეთია მაინც ინგრევა და უმისოდაც იღრძნება, საჭიროა ყურადღების გამახვილება არა აჯანყებაზე, არამედ ეფექტიანობაზე, კომპეტენტურობაზე, ნაყოფიერებაზე. შეიარაღებულ აჯანყებულთა ეს კილო მე მოძველებულად მიმაჩნია. კონსტრუქციულად მოაზროვნე ადამიანთა თვალსაზრისით კომუნისტური პროპაგანდა დასავლეთში დაბრკოლებას წარმოადგენს. რასაკვირველია, ძველი სისტემა იმგრევა, იხცნება. ეს მართალია, მაგრამ ისიც მართალია, რომ მიმართავენ ახალ ცდებს სხვა მეთოდებით. ყოველგვარი ზომებით დაიცვან, გადააჩინონ ეს დაღუპვის გზაზე მდგომი სისტემა. სწორი კონსტატაციიდან თქვენ არასწორ დასკვნას აკეთებთ. თქვენ სწორად აღნიშნავთ, რომ ძველი სამყარო ინგრევა, მაგრამ თქვენ მართალი არა ხართ, როდესაც ფიქრობთ, რომ იგი თავისთავად დაინგრევა. არა, ერთი საზოგადოებრივი წყობილების მეორე საზოგადოებრივი წყობილებით შეცვლა რთული და ხანგრძლივი რევოლუციური პროცესია. ეს უბრალო სტიქიური პროცესი კი არ არის, არამედ ეს არის ბრძოლა,
ეს არის კლასთა შეტაკებებთან დაკავშირებული პროცესი. კაპიტალიზმი დალბა, მაგრამ არ შეიძლება მისი უბრალოდ შედარება ხესთან, რომელიც იმდენად დალბა, რომ იგი თვითონ უნდა დაეცეს მიწაზე. არა, რევოლუცია ერთი საზოგადოებრივი წყობილების შეცვლა მეორეთი მუდამ წარმოადგენდა ბრძოლას, ტანჯვალ და სასტიკ ბრძოლას, სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლას. და ყოველთვის, როდესაც ახალი სამყაროს ადამიანები ხელთ იგდებდნენ ძალაუფლებას, მათ თავი უნდა დაეცვათ ძველი სამყაროს ცდებისაგან ძალით დაებრუნებინათ ძველი წყობილება. ისინი ახალი სამყაროს ადამიანები ყოველთვის ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ, ზად უნდა ყოფილიყვნენ, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ ძველი სამყაროს მცდელობათათვის ახალი წყობილების წინააღმდეგ. დიახ, თქვენ მართალი ხართ, როდესაც ამბობთ, რომ ძველი საზოგადოებრივი წყობილება ინგლევა, მაგრამ ის თავისთავად არ დაინგლევა. აირეთ მაგალითად ფაშიზმი. ფაშიზმი არის რეაქციული ძალა, რომელიც ცდილობს ძველი სამყაროს შენარჩუნებას ძალდატანების გზით. როგორ მოექცევით თქვენ ფაშისტებს? ჩააგონებთ მათ, დაარწმუნებთ, მაგრამ ეს ხომ მათზე სრულიად არ იმოქმედებს. კომუნისტები სრულიადაც არ აიდეალებენ ძალდატანების მეთოდს, მაგრამ მათ კომუნისტებს არ სურთ, რომ მათ მოულოდნელად თავს წაადგნენ. მათ არ შეუძლიათ იქონიონ იმის იმედი, რომ ძველი მსოფლიო თვითონ დატოვებს სცენას. ისინი ხედავენ, რომ ძველი წყობილება ძალით იცავს თავს და ამიტომ კომუნისტები ეუბნებიან მუშათა კლასს. ემზადეთ იმისთვის, რომ ძალას ძალით უპასუხოთ. გააკეთეთ ყველაფერი, რომ თქვენ არ გაგსრისოთ დაღუპვის გზაზე მდგომმა ძველმა წყობილებამ. ნუ მისცემთ მას ნებას ხუნდები დაგადვათ ხელზე, რომლითაც თქვენ დაამხობთ ამ წყობილებას. როგორც ხედავთ, ერთი საზოგადოებრივი წყობილების მეორეთი შეცვლის პროცესი კომუნისტებისათვის წარმოადგენს არა უბრალოდ სტიქიურ და მშვიდობიან პროცესს, არამედ რთულ, ხანგრძლივ და ძალდატანებით პროცესს. კომუნისტებს არ შეუძლიათ ანგარიში არ გაუწიონ ფაქტებს. მაგრამ დააკვირდით იმას, რაც ასლა კაპიტალისტურ სამყაროში ხდება. ეს ხომ წყობილების უბრალო დამსხვრევა არ არის. ეს არის აფეთქება რეაქციული ძალდატანებისა, რომელიც პირდაპირ განგსტერიზმში გადადის. და მე ვფიქრობ, რომ როდესაც საქმე ეხება კონფლიქტებს, ამ რეაქციულ და უგნურ მოძალადეებთან, სოციალისტებმა კანონს უნდა მიმართონ და იმის ნაცვლად, რომ პოლიციას უმზერდნენ, როგორც მტევს, ხარი დაუჭირონ მას რეაქციონერებთან ბრძოლაში. მე ვფიქრობ, რომ არ შეიძლება უბრალოდ ძველი, მოუქნელი, შეიარაღებული აჯანყების სოციალიზმის მეთოდებით მოქმედება. კომუნისტები გამოდიან მდიდარი ისტორიული გამოცდილებიდან, რომელიც გვასწავლის, რომ დრომოჭმული კლასები ნებაყოფლობით არ მიდიან ისტორიული სცენიდან. გაიხსენეთ ინგლისის მე-17 საუკუნის ისტორია. განა ბევრი არ ლაპარაკობდა, რომ დალბა ძველი საზოგადოებრივი წყობილება, მაგრამ განა მიუხედავად ამისა საჭირო არ შეიქმნა კრომველი, რომ იგი საბოლოოდ მოესპო ძალით. კრომველი მოქმედებდა კონსტიტუციაზე დაყრდნობით და კონსტიტუციური წყობილების სახელით. კონსტიტუციის სახელით ის მიმართავდა ძალდატანებას. თავი მოჰკვეთა მეფეს, გარეკა პარლამენტი, ზოგს აპატიმრებდა, ზოგს თავს კვეთდა. მაგრამ ავიღოთ მაგალითი ჩვენი ისტორიიდან. განა ნათელი არ იყო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რომ მეფის წყობილება ლპება და რომ იგი ინგრევა, მაგრამ რამდენი სიცხლი დასჭირდა მის ჩამოგდებას. ოქტომბრის რევოლუცია? განა ცოტანი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ, რომ მხოლოდ ჩვენ, ბოლშევიკები, მიუთითებთ ერთადერთ სწორ გამოსავალზე. განა გასაგები არ იყო, რომ რუსეთის კაპიტალიზმი დალბა, მაგრამ თქვენ იცით თუ რა დიდი წინააღმდეგობა, რამდენი სისხლი დაიღვარა, რომ დაგვეცვა ოქტომბრის რევოლუცია ყველა შინაური და გარეშე მტყებისაგან. ან დაავიღოთ მე-18 საუკუნის დამლევის საფრანგეთი. დიდი ხნით ადრე 1789 წლამდე ბევრისთვის ნათელი იყო, რამდენად დალბა მეფის ძალაუფლება, ბატონყმური წესები. მაგრამ საჭირო გახდა, არ შეიძლებოდა საჭირო არ ყოფილიყო ხალხის აჯანყება, კლასების შეტაკება. რა შეა საქმე?
საქმე იმაშია, რომ კლასები, რომლებმაც უნდა დატოვონ ისტორიული სცენა, უკანასკნელნი რწმუნდებიან იმაში, რომ მათი როლი დამთავრებულია. მათი ამაში დარწმუნება შეუძლებელია. მათ გონიათ, რომ შეიძლება გაბზარული ადგილების შეკეთება ძველი წყობილების დამპალ შენობაში, რომ შეიძლება ძველი წყობილების იმ შენობის შეკეთება და გადარჩენა, რომელიც ინგრევა. ამიტომ დაღუპვის გზაზე მდგომი კლასები ხელთ იღებენ იარაღს და ყველა საშუალებით იწყებენ თავისი, როგორც გაბატონებული კლასის არსებობის დაცვას. მაგრამ საფრანგეთის დიდი რევოლუციის სათავეში ცოტა ადვოკატი როდი იდგა? განათქვენ უარყოფთ ინტელიგენციის როლს რევოლუციურ მოძრაობაში? განა საფრანგეთის დიდი რევოლუცია ადვოკატური რევოლუცია იყო და არა სახალხო რევოლუცია, რომელმაც გაიმარჯვა ამ მოძრაობა ხალხის უდიდესი მასები ფეოდალიზმის წინააღმდეგ და იცავდა რა მესამე წყოდების ინტერესებს და გან ადვოკატები საფრანგეთის დიდი რევოლუციის ბელად და რიცხვიდან ძველი წყობილების კანონების თანახმად მოქმედებდნენ, განა მათ არ შემოიღეს ახალი ბურჟუაზიული რევოლუციური კანონიერება. მდიდარი ისტორიული გამოცდილება გვასწავლით, რომ დღემდე ნებაყოფლობით არც ერთ კლასს არ დაუთმია ადგილი მეორისათვის. სოფლიო ისტორიაში ასეთი პრეცედენტი არ არის და კომუნისტებმა შეითვისეს ეს ისტორიული გამოცდილება. კომუნისტები მიესალმებოდნენ ბურჟუაზიის ნებაყოფლობით წასვლას, მაგრამ საქმის ამგვარად შეტრიალება, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, დაუჯერებელია. ამიტომ კომუნისტებს სურთ მზად იყვნენ უარესისთვის და მოუწოდებენ მუშათა კლასს სიფხიზლისაკენ, საბრძოლო მზადყოფნისაკენ. ვის რაში სჭირდება სარდალი, რომელიც აძინებს თავისი არმიის სიფხიზლეს? სარდალი, რომელსაც არ ესმის, რომ მოწინააღმდეგე არ დანებდება, რომ საჭიროა მისი საბოლოოდ განადგურება. ასეთ სარგლად ყოფნა ნიშნავს მუშათა კლასის მოტყუებას, გამცემლობას. აი რატომ ფიქრობ მე, რომ ის, რაც თქვენ დრომოჭმოლად გეჩვენებათ, ნამდვილად რევოლუციური მიზანშეწონილების ზომაა მუშათა კლასისათვის. მე სრულიადაც არ უარყოფ ძალდატანების აუცილებლობას, მაგრამ მგონია, რომ ბრძოლის ფორმები მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს არსებული კანონებით მოცემულ შესაძლებლობებთან, რომლებიც უნდა დავიცვათ რეაქციული თავდასხმისაგან. არ უნდა ვახდენდეთ ძველი წყობილების დეზორგანიზაციას მარტო იმიტომ, რომ იგი თვითონაც საკმაოდ დეზორგანიზებული ხდება. სწორედ ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ბრძოლა წესრიგის წინააღმდეგ, კანონის წინააღმდეგ არის რაღაც მოძველებული, დრომოჭმული, მაგრამ მე განზრახ ვამატებ, რომ უფრო მკაფიოდ გამოვხატო ჭეშმარიტება. შემდეგნაირად შემიძლია ჩამოვაყალიბო ჩემი თვალსაზრისი. ჯერ ერთი მე მხარს ვუჭერ წესრიგს, მეორე მე ვილაშქრებ არსებული სისტემის წინააღმდეგ, რამდენადაც იგი არ უზრუნველყოფს წესრიგს. მესამე, მე ვფიქრობ, რომ კლასობრივი ბრძოლის იდეების პროპაგანდას შეუძლია სოციალიზმისგან სწორედ იმ განათლებული წრეების იზოლაცია, რომლებიც საჭირონი არიან სოციალიზმისთვის. დიდი, სერიოზული საზოგადოებრივი საქმის გაკეთებისათვის საჭიროა, რომ არსებობდეს მთავარი ძალა, დასაყრდენი რევოლუციური კლასი. შემდეგ საჭიროა ამ მთავარ ძალას დახმარება გაუწიოს დამხმარე ძალამ, რომელსაც ამ შემთხვევაში წარმოადგენს პარტია, სადაც შევლენ ინტელიგენციის საუკეთესო ძალებიც. თქვენ ეს არის ლაპარაკობდით განათლებულ წრეებზე, მაგრამ რომელი განათლებული ადამიანები ყავთ მხედველობაში? განაც ცოტა განათლებული ადამიანები იყვნენ ძველი წყობილების მხარეზე მე-17 საუკუნეშიც ინგლისში, მე-18 საუკუნის დამლევსაც საფრანგეთში და ოქტომბრის რევოლუციის ეპოქაშიც რუსეთში. ძველი წყობილებას თავის მხარეზე, თავის სამსახურში ყავდა მრავალი დიდად განათლებული ადამიანი, რომლებიც იცავდნენ ძველ წყობილებას, რომლებიც ახალი წყობილების წინააღმდეგ მიდიოდნენ. განათლება ეს ხომ იარაღია, რომლის ეფექტი იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის უჭირავს იგი ხელში, ვის სურთ შეუტიონ ამ იარაღით. რასაკვირველია, პროლეტარიატს, სოციალიზმს ესაჭიროება დიდად განათლებული ადამიანები. ნათელია, რომ
რეგვენები ვერ დაეხმარებიან პროლეტარიატის სოციალიზმისთვის ბრძოლაში, ახალი საზოგადოების აშენებაში. მე არათუ სათანადოდ არ ვაფასებ ინტელიგენციის როლს, არამედ მის როლს მე პირიქით ხაზს ვუსვამ. საქმე მხოლოდ იმაშია, თუ რომელი ინტელიგენციაზეა ლაპარაკი. ვინაიდან ინტელიგენტები სხვადასხვაგვარი არიან. შეუძლებელია რევოლუცია, თუ სახალხო განათლების სისტემაში ძირფესვიანი ცვლილება არ მოხდა. საკმარისია ორი მაგალითის მოყვანა. მაგალითი გერმანიის რესპუბლიკისა, რომელსაც ხელი არ უხლია განათლების ძველი სისტემისათვის და რომელიც ამიტომ არასოდეს არ გამხდარა რესპუბლიკად. და მაგალითი ინგლისის ლეიბორისტული პარტიისა, რომელსაც არ ყოფნის გამბედაობა, დაჟინებით მოითხოვოს სახალხო განათლების სისტემის ძირფესვიანად შეცვლა. ეს სწორი შენიშვნაა. ახლა ნება მომეცით ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს სამ პუნქტად. ჯერ ერთი, რევოლუციისათვის მთავარია სოციალური დასაყრდენი. არსებობა ამ დასაყრდენს რევოლუციისათვის წარმოადგენს მუშათა კლასი. მეორე, საჭიროა დამხმარე ძალა, ის რასაც კომუნისტები პარტიას უწოდებენ. აქ შევდნენ ინტელიგენტები, მუშებიც და ის ელემენტები ტექნიკური ინტელიგენციიდან, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი მუშათა კლასთან. ინტელიგენცია მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ძლიერი, თუ მუშათა კლასი შეუერთდება. თუ იგი მუშათა კლასის წინააღმდეგ მიდის, იგი არარაობად იქცევა. მესამე, აუცილებელია ძალაუფლება, როგორც გარდაქმნის ბერკეტი. ახალი ძალაუფლება ქმნის ახალ კანონიერებას, ახალ წესწყობილებას, რომელიც რევოლუციური წესწყობილებაა. მე ყოველგვარ წესწყობილებას არ ვუჭერ მხარს. მე ისეთი წესწყობილების მომხრე ვარ, რომელიც შეეფერება მუშათა კლასის ინტერესებს. თუ კი ძველი წყობილების ზოგიერთი კანონი შეიძლება გამოყენებული იქნას ახალი წყობილებისათვის ბრძოლის ინტერესებისათვის, მაშინ გამოყენებული უნდა იქნას ძველი კანონიერებაც. თქვენი იმდებულების წინააღმდეგ, რომ საჭიროა გალაშქრება არსებული სისტემის წინააღმდეგ, რამდენადაც იგი უზრუნველყოფს ხალხისათვის საჭირო წესრიგს, მე არაფრის თქმა არ შემიძლია. და ბოლოს, თქვენ მართალი არა ხართ, თუ ფიქრობთ, რომ კომუნისტები შეყვარებულნი არიან ძალდატანებაზე. ისინი სიამოვნებით აიღებდნენ ხელს ძალდატანების მეთოდებზე. გაბატონებული კლასები რომ დათანხმებულიყვნენ მუშათა კლასისათვის ადგილის დათმობაზე. მაგრამ ისტორიის გამოცდილება ასეთი შესაძლებლობის წინააღმდეგ მეტყველებს. მაგრამ ინგლისის ისტორიაში იყო მაგალითი, რომ ერთმა კლასმა მეორის ნებაყოფლობით გადასცა ძალაუფლება. 1830-დან 1870 წლების შუა პერიოდში არავითარი გააფთრებული ბრძოლა არ ყოფილა. რომ მოხდა პროცესი ძალდატანების ნებაყოფლობითი გადასვლისა არისტოკრატიისაგან, რომლის გავლენა მე-18 საუკუნის დამდევნს ჯერ კიდევ ძალიან დიდი იყო ბურჟუაზიაზე, რომელიც მონარქიის სენტიმენტალურ დასაყრდენს წარმოადგენდა. შემდგომში ძალაუფლების ამ გადასვლამ გამოიწვია ფინანსური ოლიგარქიის ბატონობის დამყარება. მაგრამ თქვენ შეუმჩნევლად გადახვედით რევოლუციის საკითხებიდან რეფორმის საკითხებზე. ეს ერთი და იგივე არ არის. ხომ არ ფიქრობთ თქვენ, რომ ინგლისში მე-19 საუკუნეში რეფორმების სათავეში დიდი როლი ითამაშა ჩარტისტულმა მოძრაობამ? ჩარტისტებს ბევრი არაფერი გაუკეთებიათ და უკვალოდ გაქრნენ. მე თქვენ არ გეთანხმებით. ჩარტისტებმა და მათ მიერ მოწყობილმა საგაფიცო მოძრაობამ დიდი როლი ითამაშეს. აიძულეს გაბატონებული კლასები წასულიყვნენ მთელ რიგ დათმობებზე, საარჩევნო სისტემის დარგში, ეგრეთ წოდებული დამპალი ადგილების ლიკვიდაციის ქარტის ზოგიერთი პუნქტის განხორციელების საქმეში. ჩარტიზმმა შეასრულა თავისი არც თუ ისე მცირე ისტორიული როლი და აიძულა გაბატონებული კლასების ერთი ნაწილი წასულიყო ზოგიერთ დათმობაზე, რეფორმებზე. დიდ რყევათა თავიდან ასაცილებლად, საერთოდ უნდა ითქვას, რომ ყველა გაბატონებული კლასიდან ინგლისის გაბატონებული კლასები, არისტოკრატიაც და ბურჟუაზიაც აღმოჩნდნენ ყველაზე ჭკვიანნი, ყველაზე მოქნილნი თავისი კლასობრივი ინტერესების თვალსაზრისით, თავისი ძალაუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით. ავიღოთ მაგალითი თუნდაც თანამედროვე ისტორიიდან.
1926 წლის საყოველთაო გაფიცვა ინგლისში. ყოველი ბურჟუაზია ამ მოვლენათა წინაშე, როდესაც ტრედ უნიონების გენერალურმა საბჭომ მოუწოდა გაფიცვისაკენ, უწინარეს ყოვლისა დააპატიმრებდა ტრედ უნიონების ლიდერებს. ინგლისის ბურჟუაზიამ ეს არ გააკეთა და ჭკვიანურადაც მოიქცა. თავისი ინტერესების თვალსაზრისით. არც ამერიკის შეერთებულ შტატებში, არც გერმანიაში, არც საფრანგეთში მე არ წარმომიდგენია ასეთი მოქნილი კლასობრივი სტრატეგია ბურჟუაზიის მხრივ. თავისი ბატონობის განმტკიცების გულისათვის. ინგლისის გაბატონებულ კლასებს არასოდეს არ უთქვამთ უარი წვრილმან დათმობებზე, რეფორმებზე. მაგრამ შეცდომა იქნებოდა გვევიფრა, რომ ეს რეფორმები რევოლუციას წარმოადგენენ. თქვენ უფრო დიდი აზრის ხართ ჩემი ქვეყნის გაბატონებულ კლასებზე ვიდრე მე, მაგრამ საერთოდ განადიდი განსხვავებაა პატარა რევოლუციასა და დიდ რეფორმას შორის. რეფორმები განა პატარა რევოლუციას არ წარმოადგენენ. ქვემოდან მოწოლის, მასების მოწოლის შედეგად ბურჟუაზიას რჩება რა არსებული საზოგადოებრივი ეკონომიკური წყობილების ბაზაზე, ზოგჯერ შეუძლია წავიდეს ამა თუ იმ ნაწილობრივ რეფორმაზე. იქცევა რა ასე იგი ფიქრობს, რომ ეს დათმობები აუცილებელია თავისი კლასობრივი ბატონობის შენარჩუნების ინტერესებისათვის. ამაშია რეფორმების დედა აზრი. რევოლუცია კი ნიშნავს ძალაუფლების გადასვლას ერთი კლასის ხელიდან მეორის ხელში. ამიტომ არ შეიძლება რაიმე რეფორმას ეწოდოს რევოლუცია. აი რატომ არ შეიძლება იმედის დამყარება იმაზე, რომ საზოგადოებრივ წყობილებათა შეცვლა შეიძლება მოხდეს ერთი წყობილებიდან მეორეზე შეუმჩნევლად გადასვლის წესით. რეფორმების გზით. გაბატონებული კლასის დათმობათა გზით. მე ძალიან მადლობელი ვარ თქვენი ამ საუბრისათვის, რასაც ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. როდესაც თქვენ ახსნა განმარტებას მაძლევდით, ალბათ გაიხსენეთ, როგორ გიხდებოდათ სოციალიზმის საფუძვლების ახსნა რევოლუციის წინადროინდელ არალეგალურ წრეებში. ამჟამად მთელ მსოფლიოში არის მხოლოდ ორი პიროვნება, რომელთა აზრს ყოველ სიტყვას მილიონები უსმენენ. თქვენ და რუზველტი. სხვებს შეუძლიათ იქადაგონ რამდენიც სურთ, მათ არც დაბეჭდავენ და არც მოусმენენ. მე ჯერ კიდევ არ შემიძლია იმის შეფასება, რაც გაკეთდა თქვენს ქვეყანაში, სადაც მხოლოდ გუშინ ჩამოვედი. მაგრამ მე უკვე დავინახე ჯანსაღ ადამიანთა ბედნიერი სახეები და ვიცი, რომ თქვენში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი კეთდება. 1920 წელთან შედარებით განსაცვიფრებელი კონტრასტია. უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. ჩვენ ბოლშევიკები უფრო ჭკვიანები რომ ყოფილიყავით. არა, საერთოდ ადამიანთა არსებანი რომ უფრო ჭკვიანები ყოფილიყვნენ. ზედმეტი არ იქნებოდა ადამიანის ტვინის რეკონსტრუქციის 5 წლედის გამოგონება. ტვინის, რომელსაც აშკარად აკლია მრავალი, სრულყოფილი სოციალური წყობილებისათვის აუცილებელი ნაწილაკი. ხომ არ აპირებთ საბჭოთა მწერლების კავშირის ყრილობაზე დასწრებას? სამწუხაროდ მე სხვადასხვა საქმეები მაქვს და საბჭოთა კავშირში მხოლოდ ერთი კვირით დარჩენას შევძლებ. მე ჩამოვედი, რომ თქვენ შეგხვედროდით და დიდად კმაყოფილი ვარ ჩვენი საუბრით. მაგრამ მე ვაპირებ მოლაპარაკებას იმ საბჭოთა მწერლებთან, რომლებთანაც შევძლებ შეხვედრას, მათი პენ-კლუბში შესვლის შესაძლებლობაზე. ეს არის მწერალთა საერთაშორისო ორგანიზაცია, გოლსოუორსის დაარსებული, რომლის გარდაცვალების შემდეგ მე გავხდი თავმჯდომარე. ეს ორგანიზაცია ჯერ კიდევ სუსტია, მაგრამ მაინც გააჩნია სექციები მრავალ ქვეყანაში და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მისი წევრების გამოსვლები ფართოდ შუქდება პრესაში. ეს ორგანიზაცია მოითხოვს ყოველგვარი აზრის, მათ შორის აგრეთვე ოპოზიციური აზრების, თავისუფლად გამოთქმის უფლებას. მე ვფიქრობ მოველაპარაკო ამ თემაზე მაქსიმ გორკის, მაგრამ მე არ ვიცი, შეიძლება თუ არა აქ ასეთი ფართო თავისუფლების მინიჭება. ამას ჩვენ ბოლშევიკები თვითკრიტიკას ვუწოდებთ. იგი ფართოდ არის გამოყენებული საბჭოთა კავშირში. თუ თქვენ რაიმე სურვილი გააქვთ, სიამოვნებით დაგეხმარებით. დიდი მადლობა ამ პასუხისათვის. მადლობა თქვენ საუბრისათვის.